მე არც ასე და არც ისე არც პატივით და არც პატივით ჩამორთმევით მე არ გავჩვენებ და მით უმეტეს მათ წინაშე მათ მიმართებაში არ გავჩვენებ მე უკვე აშკარად ხედავ რატომ მებძვიან აშკარად ხედავ ვინ მებძვის და აშკარად ვიტყვი ყველაფერს ხელფეხები გახსნილი მაქვს ადრე თავს ვიკავებდი მაინც იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩუმად რაღაცებს აკეთებდნენ ეს ყველი ვიცოდი მე წავს ჩიტები ძალიან ბევრი ანუ ვიცოდი რას აკეთებდნენ მაგრამ მეუბნებოდი ძმა ხო ხარ და მე მტკიცებულების გარეშე ვერ მეუბნებოდი და არც მეუბნებოდი მაგრამ ეხლა ეს უკვე მტკიცებულებაა როცა ჩემი დაჟე უნდათ მტკიცებულებაა რომ მე მებძვიან და ამიტომ მე სრულიად თავისუფალი ვარ მათი კრიტიკიდან. არავის პირად ცხოვრებაზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ მათ მოქმედებებზე, მათ რა უბედურება მოუტანეს და რა გაუკეთეს ეკლესიას, კონკრეტულად სახელებით და გვარებით ყველაფერს მოგახსენებთ. რეიდან რა იქნება შეიძლება, მაგას უნდა ელოდებათ. არა აქვს მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მე არასოდეს მიბრძოლია, შინაგანად არ მიბრძოლია არასოდეს სტატუსებისთვის. მე ერთადერთი რაც მინდოდა შემოსული, ეს იყო ბერობა. ნებისმიერ სტატუსში მე ბერი ვიქნები და ნებისმიერი სტატუსი, რომელიც მე ჭეშმარიტების მიმართ დამადუნებს, მე ის ამჭირდება. ამიტომ მე ვინარჩუნებ ქრისტეს, იმათმა შეინარჩუნონ ქვები. ათანასე დიდმა თქვა ეს სიტყვები. ჩვენთან არის ქრისტე, ქრისტე ჩვენია, ტაძრები და ქვები მაგათია. იგივეს გავიმეორებ მეც. ქრისტე ჩემია და ტაძრები და ქვები მაგათი იყოს. ამინ.